მოდით შევხედოთ გამოცხადებას, რომელიც ღმერთმა მოგცა გამოცხადების წიგნის 21 ეთავში. თავი 21, მუხლი 5. თქვა ტახტზე მჯდომარემ, აჰა, ვქმნი ყოველივე სახალს. და მითხრა მე, დაწერე, რადგან ეს სიტყვები როგორ არიან. სარწმუნო და ჭეშმარიტია. წერია, რომ ეს სიტყვები არ შეიცავს სიცრუეს. მოდით გავაგრძელოთ მე 6 მუხლით. მითხრა, აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაი, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ. გამარჯვებული დაიმკვიდრებს ამას, მე მისთვის ღმერთი ვიქნები და ის ჩემთვის ძე. ბიბლია გვეუბნება, რომ ის, ვინც სიცოცხლის წყლის წყაროს უსასყიდლოდ გვაძლევს ჩვენ. მწყურვალებს იქნება ჩვენი ღმერთი და ჩვენ მისი შვილები გავხდებით. მაშინ ვინ მოგცემს სიცოცხლის წყლის წყაროს? მოდით მივმართოთ გამოცხადების თავი 22 მუხლი 17-ს. სული და სასლო ამბობენ, მოდი, გამგონემაც თქვას, მოდი, მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი. გამოცხადების თავი 21 გის თანახმად, რომელიც ახლახან წავიკითხეთ, ვინ გვაძლევს სიცოცხლის წყალს. ის, ვინც სიცოცხლის წყალს აძლევს, გამოაცხადა, მე ვიქნები მათი ღმერთი და ისინი გახდებიან ჩემი შვილები. გამოცხადების თავი 22 მუხლი 17-ში ჩვენ ვნახეთ, რომ არა მხოლოდ მამა ღმერთი გვაძლევს სიცოცხლის წყალს, არამედ პატარძალი, კრავის მეუღლეც გვაძლევს სიცოცხლის წყალს. ჩვენ დავადასტურებთ, რომ სული და პატარძალი ერთად აძლევენ სიცოცხლის წყალს მთელ კაცობრიობას. განა სიცოცხლის წყალი არ არის განსაკუთრებული მადლი და საჩუქარი, რომელსაც ღმერთი ყველას ანიჭებს მთელ კაცობრიობას. ღმერთი იღებს ამ საჩუქარს. გამოცხადების თავი 22 მუხლი 17-ში შეგვიძლია გავიგოთ, რომ არსებობს არა მხოლოდ ღმერთი სულიწმიდა, არამედ ღმერთი დედა, პატარძალი. დედამიწის საქორწილო სისტემაში უნდა იყოს საქმრო და პატარძალი. ანალოგიურად, ბიბლია ნათლად გვანათლებს, რომ არსებობს ქრისტე, კრავი, რომელიც არის საქმრო და ახალი იერუსალიმის ეციური დედა, რომელიც არის პატარძალი და კრავის ცოლი. ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ეკლესიას, რომელსაც აქვს ეს ჭეშმარიტება, ღმერთი მართავს და ღმერთი განაგებს. ამრიგად, მათეს თავი 22-ში, ვინ გვასწავლა პატარძლის, კრავის ცოლის შესახებ. იესომ გვასწავლა ეს ჭეშმარიტება. სამების მიხედვით, იესო არის ჩვენი მამა ოჯახური სისტემის მიხედვით. მამამ გვასწავლა დედაზე ზეციური საქორწილო ბანკეტის იგავის საშუალებით. ვინაიდან ბევრს ეს არ ესმის, ღმერთმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ღმერთი დედის შესახებ იოანეს გამოცხადებით. მამა ან სანგჰონგ არის ის, ვინც გვასწავლა დედის შესახებ.